ქობულეთის მუზეუმი. აქ წარმოდგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალები, რომლებიც ადამიანის განვითარების ყველა ეტაპს მოიცავს, ქვის ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ქობულეთი საკმაოდ საინტერესო მუნიციპალიტეტია ამ კუთხითაც შემიძლია ვთქვა, რომ ის ორი რეგიონის, ორი ისტორიული მხარის მომიჯნავე დასახლება, მიკრორეგიონია, სადაც ერთბაშად წარმოდგენილია როგორც აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი კულტურული ელემენტები, ასევე გურიის რეგიონისათვის. 2011 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქობულეთის კულტურის ცენტრის ბაზაზე სამუზეუმო განყოფილება ჩამოაყალიბა. დაიწყო რაიონის ისტორიული ხეობებისა და სოფლების შესწავლა. ჩატარდა საველე ეთნოგრაფიული ექსპედიცია კენტრიშის ხეობაში და შეგროვდა სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ნივთები. დღეისათვის ქობულეთის მუზეუმში დაცული არის 20,000-მდე სამუზეუმო ნივთი. გვაქვს მუდმივ მოქმედი დარბაზები, ასევე ცვალებადი გამოფენების დარბაზი, არქეოლოგიური განყოფილება, რომელიც ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე უწყლოდ ჯაჭვს წარმოადგენს. გვაქვს აგრეთვე ეთნოგრაფიული განყოფილება, სადაც წარმოდგენილი არის ტიპიური ქობულეთური ოდასახლი, სადაც გაცოცხლებულია ყველა ტრადიცია და ადათ-წესი. აგრეთვე იარაღების გამოფენა, ფლორა და ფაუნა. გარდა იმისა, რომ ქობულეთის მუზეუმი მასპინძლობს უამრავ სტუმარს და ვიზიტორს, ასევე ის არის სამეცნიერო საგანმანათლებლო კერა, მუშაობს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ ეტაპზე ცვალებადი გამოფენების დარბაზში გვაქვს ესეთი გამოფენა, მოსწავლეების ნამუშევრები ტილოზე, ფერადი სამყარო. მუზეუმის უნიკალურ მონაპოვრებს შორისაა ბაზალტის სტელა, რომელიც სოფელ ლეღვაში აღმოაჩინეს სყურას წყლის კალაპოტში, ნახევრად ზედაპირულ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია არაერთი საინტერესო და ვფიქრობ ჩვენი ისტორიისათვის ძალიან საგულისხმო ისტორიის მატარებელი არტეფაქტები და მათ შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა სოფელ ლეღვაში გამოვლენილმა ბაზალტის სტელამ, რომელზეც ამოტვიფრულია სპირალი. ჩვენი წინასწარი კვლევებით დასტურდება, რომ ის სიახლოვეს ნახულობს ტყვარარაქსის კულტურაში გავრცელებულ სპირალის, ასე ვთქვათ, ორნამენტთან. იგი ადრებრინჯაოს ხანის მასალებისთვის დამახასიათებელი სპირალის ორნამენტით არის დამშვენებული.
მართკუთხედი ფორმის უნდა ყოფილიყო 0.7 მეტრის სიმაღლისა და 0.9 მეტრის სიგანისა, თუმცა ჩანს, რომ მდინარის კალაპოტში ხანგრძლივი დროით ყოფნამ მართკუთხედი ფორმა ოდნავ ტრაპეციის ფორმად ჩამოუყალიბა. აღნიშნული ხასიათის ძეგლი ამ დროისათვის ერთადერთია, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გამოვლენილი და ამავდროულად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას საკულტო დანიშნულება ექნებოდა და თვითონ სტელას მასშტაბურობიდან გამომდინარე ის ნაგებობის, ასე ვთქვათ, კედლის ფრაგმენტი უნდა იყოს. სტელაზე გამოსახული ორ მხრივ დახვეული სპირალი კოსმოგონიური ნიშანი უნდა იყოს. სიმბოლო წარმოდგენილ პერიოდში დედა ქალღმერთს განასახიერებდა. აღმოჩენას წინ უსწრებდა თვითონ სოფლის მკვიდრთა მომართვა. აღსანიშნავია, რომ მისით დაინტერესება გამორჩეული, ასე ვთქვათ, დაინტერესება გამოთქვა ხელოვანმა ამავე სოფლის მკვიდრმა მოქანდაკემ დავით ტაკიძემ. რამოდენიმე წლის უკან დამირეკეს რაღაც ქვა ნახეთო თევზაობდნენ ბიჭები და ვერ გავარკვიეთო რა არისო, იქნებ შეგეხედაო და ჩემ სტუდენტებთან ერთად ლექციების შემდეგ გამოვედით. აი დაახლოებით ამ ადგილზე იყო ეს ქვა. სპირალური მზე. ეს ქვა ყველა შემთხვევაში არის რაღაც დიდი ქვის ნატეხი, მისი სხვა ნაწილები ვერ ვიპოვეთ, მოვჩნიკეთ აქაურობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის წარმართული ალბათ სალოცავიდან. ერთი ბუძის ვეძახოდით, რომანაძე იყო ცხონებული ეს კაცი. მას ჰქონდა ესეთი ვერსიაო, რომ აი მშენებლობის დროს აი ესეთ ქვებს მოიტანდნენ ხოლმე და იმაში რა ქვია, ფუნდამენტში აყოლებდნენ რა. ანუ აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან იყოს მოტანილი. მდინარე ვერ წამოიღებდა ამ ქვას, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე არის და ეს არ არის ახლა ისეთი დიდი მდინარე, რომ წაიღო. ესე ჩემი აზრია, ვერ გამოვიდა. შესაძლებელია სადმე ახლო-მახლო იყო ეს წარმართული სალოცავი და იქედან იყოს. ამის შემდეგ ბატონმა დავითმა მდინარის ქურასა და ცხრაფონას შეერთების შეყოლებაზე გვაჩვენა კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც მისი ვარაუდით მუშავდებოდა მეტალი. ფილისპის ეძახიან ამ ადგილს. ჩვენი ვარაუდით ეს სპეციალურად ამოკვეთილი არის ალბათ მეტალის გამოსადნობად, გასაცივებლად, სპეციალური ღრმულებია. ანუ იმ ქვასთან ვაკავშირებ, იმიტომ რომ ისეთ მეტალს ადნობდნენ ჩვენი წინაპრები, რომ აი იმ ქვას, სადაც სპირალური მზე არის გაკეთებული, დღევანდელი ტექნოლოგიითაც ნელი გასაკეთებელი არის და ისეთი წინაპრები მყავდა, რომ აი ძალიან მაგარ მეტალს ადნობდნენ, რითიც ამუშავებდნენ ამ ქვას რა. ჩემი ვარაუდი არის, ეხლა მე ამას მტკიცებულების ფორმაში ვერ ვიტყვი ნამდვილად, ალბათ სპეციალისტებმა უნდა განიხილონ ეს თემა და შეისწავლონ. კვლევა კვლავ გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ ისტორია თავად მეცნიერება საზოგადოების წარსულის შესახებ, რომელიც ძალიან შორს და მრავალმხრივ და მრავალფეროვან კვლევას, მიდგომას და არგუმენტებს საჭიროებს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ძიება. ფაქტია, რომ არტეფაქტი
იმსახურებს ყურადღებას და ის კიდევ ერთხელ შესაძლებელია აღვნიშნოთ, რომ თავისი ხასიათით, მასშტაბურობით, დამზადების ტექნოლოგიით ერთადერთია რეგიონში, მიკრორეგიონში და ვფიქრობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის თქმის შესაძლებლობას მოგცემს. ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამორჩეული ექსპონატია ქობულეთის კენტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი უძველესი ხელნაწერი წიგნი, რომელიც დედაბრული ხელით არის შექმნილი. აღნიშნული ძეგლი თავისი მასშტაბურობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი არის რეგიონში. ჩვენ ის კენტრიშის ხეობაში, მეგრელიძეების ოჯახში გამოვავლინეთ წლების განმავლობაში, როგორც ასე ვთქვათ, რელიგიური ხასიათის წიგნი ასე ინახებოდა ოჯახში. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ხასიათის ხელნაწერი წიგნი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მას ქობულეთური კარაბადინი ეწოდება და ვინაიდან გამეორება რომ არ მოხდარიყო, თან წარმოდგენილ ხელნაწერ წიგნს უფრო სხვა ფორმა, გრაგნილის ფორმა აქვს. ჩვენ კინტრიშული კარაბადინი უწოდეთ, ვინაიდან კინტრიშის ხეობაში გამოვავლინეთ. ენათმეცნიერმა აკაკი შანიძემ, რომელიც ჩვენს ენასა და ისტორიას იკვლევდა, აჭარაში სხვადასხვა ხელნაწერის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ისინი განსხვავდებოდნენ როგორც თანამედროვე ქართული მხედრულისაგან, ისე ნუსხურხუცურისაგან და არც სასომთავრულ მრგოლოვანს ჰგავდა. ამიტომ მან ეს დამწერლობა დედაბრულად მიიჩნია. ქობულეთელთ ასე ვთქვათ, კილო კავში სიტყვა დედაბერი გამოიყენება სუსტის სინონიმად. აი ვთქვათ, თუ ქობულეთში ადამიანს ვთქვათ სახსრებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და გადაადგილება უჭირს, არ ეტყვის მაგალითად კოჭლი ხარო, ეტყვის დედაბერი ხარ. აი მაგალითად რამ წაგახტინა ახალგაზრდა კაცი დედაბერი ხარ. ზოგადად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გავრცელებული ქობულეთურ-აჭარული ხელი ქართული მხედრული დამწერლობის მოდიფიცირებული ვერსიაა. ამ ამბანი წერდნენ წერილებს, ავგაროზებსა და კარაბადინებს. აი ამ ისტორიული ანბანის დაბადება უკავშირდება ოსმალური მმართველობის მოძალებას ჩვენს რეგიონში, როცა საეკლესიო წირვა ლოცვის აკრძალვასთან ერთად აიგზალა განათლების კერები, რომლებიც ეკლესიასთან და მონასტერთან არსებული განათლების კერები იყო. ახალი ასე ვთქვათ ანბანის დაბადებასთან გვაქვს საქმე, მეოთხე სახეობასთან, რომელიც რა თქმა უნდა სასიხარულო და საბედნიერო ფაქტორებიდან არ იყო ეს განპირობებული. თავარი რაც ჩვენთვის აი ამ მნიშვნელოვან არტეფაქტს აქვს, არის რომ მასში არის არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისთვის, არამედ ეკლესიის ისტორიისთვის და ქრისტიანობისათვის მეტად საინტერესო ცნობა. აქ დაახლოებით ჩვენ 3 ათეულზე მეტი წმინდა გიორგის სალოცავის შესახებ მოვიპოვეთ, ასე ვთქვათ, ცნობა, დასტური. საუბარი არა მხოლოდ ქობულეთის, აი ამ მიკრორეგიონში
არსებულ სავარაუდოდ წმინდა გიორგის სალოცავებაზე, არამედ მეზობელ გურიის რეგიონისა და ქვემო აჭარის მაჭახლის ხეობაში სავარაუდოდ არსებულ წმინდა გიორგის სალოცავების შესახებ. მუზეუმის განცდს აცავს ამ ბოლო ხანს კიდევ ერთი საინტერესო ექსპონატი შეემატა. ეს არის შუქურთმიანი დიდი ზომის ბრტყელი ქვა, რომელზეც როგორც აქ მუზეუმში ვარაუდობენ, ასტრონომიული კალენდარი უნდა იყოს დატანილი. იცით რომ დასავლეთ საქართველოს ჭარბ ტენიანი ზონა და სიცოცხლისთვის ზოგადად ჯანმრთელობისთვის აუცილებელი არის ისეთი არქიტექტურული ელემენტების შემოტანა საღვთო რომ რაც შეიძლება ნაკლები ნესტი იყოს საცხოვრისში და ბუხარი ჩვენმა გონიერმა წინაპრებმა მიიჩნიეს ერთ-ერთ მთავარ ელემენტად სარკმელთან ერთად ხდება 7-24-ზე, ასე ვთქვათ, ჰაერის ცირკულაცია, რაც აბსოლუტურად 100%-ით გამორიცხავს ნესტის, ასე ვთქვათ, გავრცელებას. აი ამ ძიების პროცესში მივაგენით საკმაოდ საინტერესო შემკულობის საფასადე, ბუხრის საფასადე სტელას კინტრიშის ხეობაში, ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში. საქართველოში ბორჯღალს საკმაოდ შორეული, საკმაოდ ღრმა, საკმაოდ შინაარსიანი წინა ისტორია აქვს და დღემდე ის აქტუალურია და ჩვენს ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდაც არის, ასე ვთქვათ, მიჩნეული. მაგრამ მოგვიანებით დაკვირვებამ ცხადყო, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბორჯღალი, ის უფრო უნდა იყოს დროის ათვლის, განსაზღვრის და დაკვირვების, ასე ვთქვათ, ნიშანი. ზოგადად ჩვენი გონიერი წინაპრები, როცა ბჭობდნენ, ფიქრობდნენ და უშუალოდ მეც კი მაქვს ნანახი, რომ აი ბუხრის პირას ხდებოდა, ასე ვთქვათ, გაზაფხულის ან შემოდგომის, ან ვთქვათ რაღაც გარკვეული პერიოდის განსაზღვრა დაგეგმვა წინასწარ. აი ამ წარმოდგენილმა რგოლებმა, რომელსაც სხვადასხვა რაოდენობრივი დანაყოფი აქვს, ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა გვევარაუდებინა, რომ საქმე გვაქვს კალენდართან, რომელიც აგროკალენდართან შეიძლება ასეც ვთქვათ, რომელიც ჩვენი გონიერი წინაპრების დაკვირვების, ფიქრის, ასე ვთქვათ და ასე ვთქვათ, საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობას მოგცემდა, მაგრამ აქვე უნდა დავძინო, რომ ამ მხრივ ჩვენი გამოცდილებაც და ჩვენი, ასე ვთქვათ, კვლევაც არ არის საბოლოო და ჩვენ ამაზე არც პრეტენზიაც კი არ გვაქვს, რომ ჩვენ საბოლოო სიტყვა გვაქვს აქ ნათქვამი, მას ვფიქრობთ, რომ უფრო ძირფესვიანი შესწავლა სჭირდება, უფრო ღრმა შესწავლა სჭირდება, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას და ზოგადად კავკასიას საკმაოდ დიდი ისტორიული, ასე ვთქვათ, გამოცდილება გააჩნია. მუზეუმში კიდევ მრავალი საინტერესო ექსპონატი ინახება, რომელიც ჩვენი ქვეყნის უძველეს ცივილიზაციას წარმოაჩენს და აცოცხლებს.